2019 წლის 20 ივნისი ეს არის თარიღი, რომელიც თითოეულ ჩვენგან ძალიან კარგად გვახსოვს, ყველას გვახსოვს და მეტიც ყველას გვემახსოვრება და კიდევ უფრო მეტიც. როცა 100 წლის შემდეგ ჩვენ არ ვიქნებით, აი აქ ვინც ხო არ თახო შეკრებინი და ის ადამიანები, ვინც ახლა ჩვენ ვიყურებს ტელევიზიების მეშვეობით 100 წლის შემდეგ აღარ ვიქნებით და იქნებიან ჩვენი შთამომავლები, ჩვენი შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, მათაც ეცოდინებათ თუ რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს. იმიტომ რომ საქართველოს ისტორიამ იცის რა მოხდა 2019 წლის 20 ივნისს. და მაინც რა მოხდა ორი შეკვით რო ვთქვა 2019 წლის 20 ივნისს. 2019 წლის 20 ივნისს თბილისში ოკუპანტი სახელმწიფოს გამორჩეულად აგრესიული წარმომადგენლის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში უდიდესი პატივით მიღებას მოჰყვა ქართველი ხალხის უზარმაზარი სამართლიანი პროტესტი. ხელისუფლებამ კი ნაცვლად იმისა, რომ ყური ეგდო მას შეურაცხყოფილი, სამართლიანად შეურაცხყოფილი, გაბრაზებული ქართველი ხალხის პროტესტისთვის ქართულ ხალხზე, საქართველოს მოქალაქეებზე იძალადა, თანაც სასტიკად იძალადა. ამის შემდეგ რას აკეთებს ხელისუფლება? ამის შემდეგ აკეთებს იმას, რაც მას შვევია და გაუკეთებია და გამოუვლენია არაერთხელ სხვადასხვა კრიზისების დროს ეს უნარი. ყურადღების გადატანის მიზნით შეთხზა რაღაცა ილუზორული სისხლის სამართლის საქმე და აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე დაიწყო ძალიან ბევრი ადამიანის დევნა. და მათ შორის ვიყავი ერთ-ერთი მე. ჩვენი სახელმწიფოს მეგობარი პარტნიორების წარმომადგენლების დახმარებით და ჩართულობით ბოლო მომენტში ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა ჩემი დაპატიმრება. მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე აბსოლუტურად უკანონოდ კონსტიტუციის სრულად უგულებოყოფის გზით ხდება ჩემი და ჩემი მეგობრების და კიდევ ძალიან ბევრი კოლეგის პოლიტიკური დევნა ყველა სახელისუფლებო შტოს ორკესტრირებულად გამოყენების გზით. და აი ამ დევნამ ქართულ ოცნებას შეაქმნებია არაერთი აბსურდული სამართლებრივი პრეცედენტი ჩემი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, გავრილოვის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. და მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. ვარ პირველი ბრალდებული საქართველოს ისტორიაში, რომელსაც გირაოსთან ერთად, გირაოს პარალელურად, აი ამ ღონისძიების გამოყენების ფარგლებში დაეკისრა დამატებითი სასჯელის სახით სამაჯურის ტარების ვალდებულება. აქამდე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, რომ კანონმდებლობა არ იცნობს ამას და საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ გამოიყენება სამაჯური იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვიზეც დამთავრდა უკვე სასამართლო პროცესები, დადგა განაჩენი და მიესაჯათ შინაპატიმრობა. ეს ყველაფერი ბუნებრივია, არ ყოფილა ჩემ შემთხვევაში არათუ არ დამთავრებულა ეს საქმე, არც დაწყებულა პრაქტიკულად. მეორე, პირველი ბრალდებული ვარ, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით აუგრძალეს საჯარო სივრცეებში ლაპარაკი და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიტყვის წარმოთქმის უფლება ჩამომართვეს. და მესამე, პირველი ბრალდებული ვარ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მსგავსი სისულელე მანამდე არ გაეკეთებიათ, როდესაც გირაო გადახდილი მაქვს, მაგრამ კვლავ ვთხოვე, რომ გადაიხადეო გირაო. მიუხედავად აი ამ ყველაფრისა და ჩემი მეგობრების პატივისცემის სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი 2019 წლის აგვისტოს თვეში მე პირველად გადავიხადე გირაო 30,000 ლარის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ხედავდი, რომ ხდებოდა ფაბრიკაცია ამ საქმის. მაგრამ ჩემო მეგობრებო, ძირფასო დედებო, მამებო, როდემდე შეიძლება
პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს დავემორჩილო და თქვენ გითხრათ, რომ ერთი მხრივ ვებრძვი უსამართლობას, მაგრამ მეორე მხრივ ვემორჩილები უკანონობას. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ვერ გაგრძელდება და ძალიან მარტი მაგალითს მოგიყვანთ. თუ რატო ტყუის ხელისუფლება და როცა უნდა ხანმეუნება გადაიხადო 40,000 ლარი დამატებით, როცა გადახდილი მაქვს გირაო და კითხვაზე, როცა ისინი საუბრობენ, კი მაგრამ მელიამ არ უნდა გადაიხადოს გირაო, გადახდილი მაქვს. ჩემო მეგობრებო, გირაო 30,000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე და მეორეჯერ ახლა რომ თხოვენ გადაიხადო 40,000, ხვალში 100 მეტყვიან, ბაზე 150, მერე მეტყვიან რომ რაღაცა სამაჯური ხელზე შეიბი და უნდა დავემორჩილო? არ დავემორჩილები, იმიტომ ეს არის უსამართლობა და ვალდებული ვარ. მორალი არ კარნახობს, რომ უსამართლობას დავემორჩილო. მე დამნაშავე როდის ვიყავი, იცით? მათი აი ამ ჩემზე დაწესებული სასჯელების მიხედვით, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩამიწერეს, რომ ნიკა მელიას უფლება არ აქვს მიტინგზე სიტყვის გამოსვლის და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის უფლება, მაგრამ მას შემდეგ 2 საარჩევნო კამპანია ჩავატარე. მას შემდეგ არაერთი გამოსვლა ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. დიახაც, იმავე გადაწყვეტილებაში, სადაც მითხრა მოსამართლე ვითომ, რომ აღა შენ მელია სამაჯური გაიკეთე, მაგრამ მიტინგზე სიტყვით არ გამოხვიდეო, მაგრამ გამოდიოდი. ვარღვევდი, იმიტომ რომ უსამართლობა იყო. და ის სამაჯური მინდა ასევე შეგახსენოთ, როგორ გამიკეთეს. როდესაც მიმიყვანეს პირველად სასამართლოში, აი მაშინ მარტო როდესაც დავჭი 92 დეპუტატის წინააღმდეგ, ხო? მეგობრებთან შეთანხმებით გადავწყვეტით, რომ მარტო შევსულიყავ. მე სასამართლოში მომიწია მურუსი ჩინჩალდა სასამართლოში მისვლა, იქ მითხრეს, რომ სიტყვის თქმის უფლება ჩამოგერთვება, გირაოს გადაიხდი 30,000 ლარს, პასპორტს მოგცემ, პირადობის მოწყობას მოგცემ. პასპორტიც მივეცი, პირადობის მოწყობას მივეცი, 30,000 ლარის გადავიხადე. და თავიდან მთელი 5 თვის განმავლობაში სახში ვიჯექი და სიტყვით კი არა სახიდან არ გამოსულა. და ამის შემდეგ მოულოდნელად მეძახიან სასამართლოში დამატებით და მეუბნებიან, ახლა შენ დაიდე ეს სამაჯური და სამაჯურიც ატარებო. რამდენ გარკვეული დროის შემდეგ, როცა უკვე სახში ვიჯექი და სახიდან არ გამოდიოდი, თანაც დამატეს როგორი სამაჯური, სამარცხვინო, რომელსაც არ ქონდა არანაირი დაკვრით, არანაირი GPS სისტემაზე მიბმული არ იყო, რამ ძილი გაიკეთებიათ ჩემთვის და რა ის სამაჯური, რომელსაც ვერ აკონტროლებდნენ ჩემ გადაადგილებას, სად ვიყავი სახში, არ ვიყავი სახში, ან ქუჩაში გადაადგილებას, ქალაქებში გადაადგილებას ვერ აკონტროლებდნენ. ეს იყო დამამცირებელი, ხახო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრის ამაზე ვიტანდი, იმიტომ რომ მე ვერთვები იმ პოლიტიკური პარტიის სათავო ოფისიდან, რომლის ანგარიშზე დიახაც არის ამ სახელმწიფოს მოდერნიზება, სახელმწიფო ინსტიტუტები არაფრიდან შეიქმნა, შესტომების ყვალდაკვალ, მაგრამ შეიქმნა და ვინ თუ არა მე როგორც ამ პარტიის ახალი თავმჯდომარე პატივს ვცემ კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტს, სასამართლოს, პროკურატურას, მაგრამ არა მურუსიძეს, არა ყობახიძეს, არა ფარცხალაძეს, არა ივანიშვილს, რომელთა კერძო საკუთრებაში არის ეს ყველა სტრუქტურა. აი ეს არის სიმართლე. და მე ამით არ პროვოცირებ არავის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. უბრალოდ ვდიახაც, ვაღიარებ, მინდა რომ აი ამ ჩემი თქმედებით გავწყვიტო უკანონობის, უსამართლობის, შავზე თეთრის თქმის, დაცინვის, აბუჩადაგდების ჯაჭვი. ეს ნამდვილად მინდა. ნამდვილად მინდა, რომ თემა საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგოს, რომ შენი მტერი, როდესაც შემოყავს ვითომ შენ ხელისუფლებას, თავად პოლიტიკურ ორგანოში სვამს, დიდი პატივით მიიღებს და ამის შემდეგ თვალებს თხრის, ამის შემდეგ გდევნის, ამის შემდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო მთელი წელიწადნახევრის განმავლობაში შენს მეგობრებს, ახალგაზრდა მეგობრებს, გამოცდილ მეგობრებს დევნის სასამართლოს სახელით, ამას თავს მე ვეღარ დავუხრი. პუტინის რუსეთში არსებობს სასამართლო, პუტინის რუსეთში არსებობს პროკურატურა, პუტინის რუსეთში არსებობს პარლამენტი, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ხალხის სამსახურში. ამიტომ მე მინდა ვიცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, ისეთ ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არის სამართლიანი, დამოუკიდებელი
მე დიახაც მეგობრებთან ერთად მინდა ვიცხოვრო ისეთ სახელმწიფოში, ისეთ ქვეყანაში, სადაც სამართლიანად ჩატარდება არჩევნები და დამარცხებული გამარჯვებულს მიულოცავს და ორივე მხარე ერთად იშრომებს ამ ქვეყნის საკეთილდღოდ. მაგრამ ეს უკანონობა უკვე ვეღარ გაგრძელდება. რაც არ უნდა იძახონ, რომ მელია არ იხდის გირაოს, ეს არის მიათასი ხარისხოვანი. მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი არგუმენტი მაქვს თუ რატო ვიცევი ისე როგორც ვიცევი, მე გადახდილი მაქვს ის გირაო, მეტიც კონკრეტული ფაქტები მოგიყვანეთ და ახლა მაპატიეთ, ვისაც არ უნდა ამ ყველაფრის დაჯერება, რიხეზე რო ჩავიყვანოთ, იქ ქვას ვერ დაინახავს, თუ მას არ უნდა იქ ქვის დანახვა. ეს არის ჩემი მთავარი საქმელი, ვადა ამოიწურა, მე უკანონო უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი, იმიტომ როგორც არასოდეს ვარ მართალი ჩემს მეგობრებთან ერთად და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქისთან ერთად და ჩემი გასამართლებით თქვენ ნიკა მელიას კი არ ასამართლებთ, თქვენ თავისუფლების იდეას ასამართლებთ, ცდილობა გაქვთ თავისუფლების იდეის გასამართლების, იმ ადამიანებს ასამართლებთ, ვინც გაბედა და 20 მილის გამოვიდა და გითხრათ, რომ რატომ ჩასვი მტერი სახელმწიფოს ყველაზე აგრესიული ერთ-ერთი წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის ავარძეში. ეს არის მოკლედ მთავარი საქმელი, რაც მინდოდა მეთქვა. არასოდეს პირდაპირ გეუბნებით, ისე ამაყი არ ყოფილვარ, როგორც ვარ აი ამ სიბინძურესთან ბრძოლისას, იმიტომ რომ მართალი ადამიანი არის ძალიან ძლიერი ადამიანი და იმდენად ძლიერი ვარ, ასე მგონია რომ ტყვიაც რომ ესოლო, მკერდით გავუჩერებ. იმიტომ რომ ჩემს უკან მხოლოდ და მხოლოდ არის ზნეობა, მორალი, სიმართლე და ამ ქვეყნის სიყვარული. მეტი არაფერი. დიდი მადლობა. ვერ გეტყვით, ნამდვილად ვერ გეტყვით, ქართული ოცნება, რომელიც საკუთარ თავს ასახებს ხელისუფლებად, რას მოიმოქმედებს, გააკეთებს თუ არა იმას, რაც მან ძალიან კარგად უკვე იცის და ემპირიულად გამოცდილება აქვს, თუ როგორ უნდა დააპატიმოს საკუთარი კოლეგა, იმიტომ ფორმალურად ჯერ ვითვლები, კოლეგად არადა მეხვეწები იცით 2 თვის განმავლობაში, რომ შემიჩერეთ, უფლებამოსილებლად არადა არ მიჩერეთ, ხო? ეხლა მურუსიძე და კობახიძე და ფარცხალაძე და ლაშანალსუშვილი და შავა-რამიშვილი არ მინდა ჩემოკარგებო, არ მინდა ხშირად ვიყენებ ჩემს სიტყვით გამოსვლებში, ჩემი შვილის სახეს და გვარს, მაგრამ არა იმიტომ რომ ვიღაცის ემოციებზე ვითამაშო. ასეთი ვარ, როგორიც ვარ, საკუთარი ნაკლოვანებებით და უპირატესობებით. არ მინდა ასეთ ქვეყანაში იზრდებოდეს ჩემი შვილი, სანდრო მელია და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ მშობელს არ უნდა, რომ ასეთ ქვეყანაში იზრდებოდეს მათი შვილები, იზრდებოდნენ მათი შვილიშვილები, სადაც გვითხრეს, რომ მურუსიძე უნდა იყოს 2040 წლამდე, ის იქნება ყველაზე პირველი მოსამართლე. ჩვენ უნდა თქვათ, რომ დიახ მურუსიძე იქნება ყველაზე ობიექტური მოსამართლე 2040 წლამდე, რა კარგია, ვაშა, თაში, მეგობრებო, ან ეს უნდა ვთქვათ, ან ვიბრძოლოთ. მე გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად ბრძოლა და ქართულმა ოცნებამ რაც უნდა ისხნას.